მე ვარ სოხუმელი აფხაზეთიდან. დავიბადე, გავიზარდე იქ, სკოლაც დავამთავრე სოხუმში, შემდეგ ვისწავლე, უმაღლესიც დავამთავრე და მუშაობდი სახელმწიფო ანსამბლში, ესეთი იყო სოხუმში შარატინი. ვიყავი ამ ანსამბლის წევრი და მოცეკვავე. ძალიან ბედნიერი და ძალიან ფერადი იყო ჩემი ცხოვრება და ჩემი ახალგაზრდობა, ესე რომ ვთქვათ, აფხაზეთში და სოხუმში. ჩემი სახელი, ესე საბუთებით, მე ვარ მილედი ჩხვიმიანი. ეხლა მეძახიან დედა თინა თინს. ესეც რომ ავხსნა, რატო მოხდა? თინა თინი არის ჩემი ნათლობის სახელი. და ჩემი ცხოვრება სიმართლე რომ გითხრათ ორად არის გაყოფილი. ვიყავი მილედი, ძალიან ფერადი ადამიანი, რომელიც ცეკვავდა და მერე მოხდა ომი. 9 დღე და ღამე გადმოვდიოდით პერევალს და შემდეგ დაიბადა მამა ანდრია და ჩვენი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვალა. რადიკალურად. ძალიან ბევრი ტკივილი გადავიტანეთ, ძალიან ბევრი ტრაგედიები და მით უმეტეს, როდესაც უკვე მამა ანდრია გახდა ავად და ჩვენ დავიწყეთ მკურნალობა, ეს იყო საერთოდ გადამტეხი, ესე რომ ვთქვათ, ჩემი ცხოვრების და მაშინ გავხდი უკვე თინათინი. და მილედი საერთოდ ჩაქრა. მამა ანდრია დაიბადა მესტიაში. მე ვიყავი 4 თვის ფეხმძიმე, როდესაც 9 დღე და ღამე პერევალს გადმოვდიოდი. ძალიან მძიმე იყო ეს დროც, რომ გავიხსენო, ურთულესი, იმიტომ რომ მოდიოდი და ხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ადამიანები, ტოვებდნენ და ვერ აბარებდნენ მიწას. ეს ჩემთვის ცალკე ტრაგედია იყო. ჩემი ძმები, ჩემი მეუღლე მარხავდნენ, ესე რომ ვთქვათ, ეხმარებოდნენ ამ ადამიანებს. მე-9 დღეს მივედით ჭუბერში. ჩემი მამა წარმოშობით ჭუბერიდან იყო, მამა ჩემი სახლში და ჩემი ადგილი არ იყო. ყველა ოთახი იყო დაკავებული. როდესაც მამა ანდრია უკვე გახდა ავად და როდესაც უკვე დადასტურდა დიაგნოზი, რომ მას ჰქონდა ონკოლოგია, მან ზუსტად იცოდა გარდაცვალების დღეც კი, როდის გარდაიცვლებოდა და ის იყო აბსოლუტურად გადართული მშობლების მომზადებაზე ამ დღისთვის. მამა ანდრია ყველაზე კარგად განჭვრიტა შემდგომ ცხოვრება, როგორ გაგვიჭირდებოდა და არ ვიცი, ვით გადავიქცეოთ, ვინ ვიქნებოდი მერე უკვე, რომ არა ეს საქმე, რომ არა ფონდის შექმნის იდეა, თხოვნა, სურვილი და ანდერძი. ეს არის პირდაპირ მამა ანდრიას ანდერძის აღსრულება. მაშინ ვერ ვხვდებოდი, მე მაშინ ესე მივიჩნევდი, რომ ეს იყო ბავშვებისთვის გაკეთებული, რომ მათ დავხმარებოდი. რა თქმა უნდა, პირველ რიგში დღეს უკვე ესე ვფიქრობ, რომ ჩვენთვის გააკეთა, რომ ჩვენ სიცოცხლის გაგრძელების უნარი გვქონოდა და შეგვძლებოდა. მეორე გააკეთა, რა თქმა უნდა, ამ ბავშვებისთვის და კიდევ გააკეთა იმ მშობლებისთვის, რომლებიც არიან ჩემს მდგომარეობაში. ჩვენ ვართ ის ერთადერთი ფონდი, ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო, რომელმაც ცნება სოლიდური სიმსივნე საზოგადოებაში განავრცო. ყველას ეგონა, რომ ბავშვების პრობლემა იყო მხოლოდ ლეიკემია
და არ შემიძლია აქვე არ ვახსენო ბატონი ბადრი პატარკაციშვილი უფალმა აცხონოს მისი სული, მან დაიწყო ამ ბავშვებს ზრუნვა და სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები რომ ამათ პარალელურად იტანჯებოდნენ, მკურნალობდნენ და სადღაც იყვნენ, ეს არავინ არ იცოდა. აი ეს ბერი ანდრიას ფონდის დამსახურება არის აბსოლუტურად. ძალისხმევას არ ვიშურებთ და რა ვიცი 100%-ით დაცულები არიან დღეს ბავშვები აქ, რა თქმა უნდა, ჯამრთელობის კუთხით ყავს ბავშვები, რომლებიც მორჩნენ, ძალიან ბევრი, ფონს ყავს შვილიშვილები, ესე რომ ვთქვათ, ერთი შვილის დედა გავხდი 800 შვილის დედა და 6 შვილიშვილის ბებია და ეგ არის ჩემთვის ყველაზე მთავარი. თუმცა ის ბავშვებიც, რომლებიც გადავიდნენ მამა ანდრიასთან იმიერში, ის ბავშვებიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილები არიან და ყველა მახსოვს, აბსოლუტურად ყველას ამბავი ვიცი და დეტალურად. ეს ჩვენი ფერადი კედელი არის ჩემი შვილების სახელები. სადაც წერია არა მარტო მათი სახელები, ზედმეტი სახელებიც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ირაკლი მყავდა და ძალიან ბევრი გიორგი მყავდა, ძალიან ბევრი მარიამი მყავდა და მიყვარს ეს კედელი. ფონდში ყავს აფხაზეთიდან ძალიან ბევრი, ეთნიკურად არა მხოლოდ აფხაზები, არამედ ბოშებიც მყოლია, სომხები და ესეთი კურიოზი იყო, ჩემ ბოშას ვეკითხებით, ხა ჩემ დროს ბოშები მეუთხარი ძველი რაიონი იყო ესეთი სტარი პასეულოქს ვიტყვი იმას, იმიტომ რომ ყველა ვინც კი გვიყურებს ახლა აფხაზეთიდან უცებ ყურში ესე გაახსენდებათ ეგუბანი, ამ ძველ უბანში ცხოვრობდნენ ბოშები სულ. და ვეკითხები, ეხლა საცხოვრობთ მეთქი და გამომხედა და ჩვენ საწყლები ისე ვიქცხოვრობთო, ისე სასაცილოდ მიპასუხა, ძალიან გამეცინა, იმიტომ რომ ბევრი ცარიელი სახლი დარჩა ქართველების და ხო დაიკავეს ეხლა სომხებმა, აფხაზებმა, რა ვიცი, ძალიან ბევრმა ისა, მაგრამ ბოშები ისე ვიქცხოვრობთ. ყველაზე ძალიან მიხარია, რომ აქედან რომ მიდიან ბავშვებმა უკვე ქართული იციან, ესმით აბსოლუტურად ყველაფერი და ზოგჯერ თარჯიმნობენ მშობლებს, მე არ ვიცი რამდენად გაგრძელდება ეს, სანამ ჩემთან არიან ბმაში კი გრძელდება, მაგრამ მე არ ვიცი, ვერ ვიტყვი. მაგრამ ყველაზე კიდევ მთავარი, რაც მენიშნა, რომ ძალიან კარგი, რომ ამას ყველაფერს ვაკეთებთ, ერთ-ერთმა ჩემმა შვილობილმა აფხაზმა მითხრა, რომ თქვენ თურმე როგორი კარგი ხალხი ყოფილხართ, აი თქვენ თურმე ჩემთვის იყო როგორი ნიშანი თქვენ ვერ წარმოიდგენთ. მამა ანდრიას ძალიან უყვარდა აფხაზეთი, იმის მიუხედავად, რომ არასოდეს არ უნახავს, ხო? მუსადმყოფნის დროს გამოიარა ეს ყველაფერი და არ უნახავს, მაგრამ ჩემი მონაყოლით და იმი ძალიან კარგად აქვს აღწერილი სოხუმი და ის გზა და ყველაფერი მამა ანდრია ძალიან კარგად წერდა. ხო და სულ ეს ძალიან უნდოდა იქ დაბრუნება და ამბობდა, რომ ეს ერთიანი ივერი აუცილებლად გაბწყიდება და ჩვენ აუცილებლად დავბრუნდებით და მას კიდე სხვა ხედვა ჰქონდა და მე ამაში დარწმუნებული ვარ. რა თქმა უნდა დავბრუნდები, მე თვითონაც და ეხლა დღეს ზოგჯერ იმდენი აფხაზი მყავს ფონდში აქ სახლში, რომ ვიცინი, რომ ჩვეულებრივი მინი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა მაქვს აგერ-მეთქი და უმცირესობაში არიან ხოლმე ქართველები და უმეტესობაში არიან აფხაზები და აქ ძალიან მხიარულად თანაცხოვრება მიმდინარეობს. ეგ ძალიან მომწერს და უამრავი ბავშვი მოვარჩინეთ და გადავარჩინეთ და გავუშვით და დღემდე არის ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კავშირი და კვლევებზე მიდიმოდიან. და რაღაც ესეთ რამეს ვფიქრობ, რომ ესეთი ჩამოყალიბებული ფილიალი ჯერ აფხაზეთში ბერი ანდრიას ფონდს არ აქვს, მაგრამ მყავს ადამიანები, რომლებიც ფონდის საქმიანობას აჩვენებენ იქ. და ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ ბერი ანდრიას ფონდი დღეს სოხუმშიც არის.
ფონდი ძალიან ბევრ წვალობს, სიმართლე რო გითხრა, ძალიან ბევრი, იმიტომ რომ ფინანსები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია საჭირო. ამიტომ სულ ვცდილობ სხვადასხვა აქტივობები მოვიფიქროთ და სხვა რაღაც ღონისძიებები ჩავატაროთ, რომ გქონდეს შემოსავალი. ერთ-ერთი ესეთი ძალიან მარტივი კამპანია გვაქვს, ქვია 131. 131 ქვია, იმიტომ რომ მამა ანდრიას უყვარდა ძალიან ეს ციფრი და ყველგან წერდა. რაღაც ყველაფერი მამა ანდრიას ირგვლივ ტრიალებს, რა თქმა უნდა, ამ სახშიც და თვითონ როგორც ჩემდვიდა, რომ მე სულ შენ გვერდში ვიქნები, დედა და გვერდში მყავს და ნამდვილად ის რო არა და უფლის სასწაულები და მამა ანდრიას თანადგომა, მე ვიღაც ხუხუმელმა ქალმა ამდენ რამეს აქ თბილისში სულ არავის არ ვიცნობ, სულ არავინ არ მიცნობ და როგორ გამომივიდოდა. იმდენი კეთილი ადამიანი შემომაკრებია მის მამადელმა. იმიტომ გამოვიდა ეს ყველაფერი. უბრალოდ მე ვჩანვარ და ცოტა ამაზე ხშირად მიფიქრია და გული მწყდება და ჩემს ზურგს უკან არის უამრავი ადამიანი, ვინც აი ამ ყველაფერში მონაწილეობას ღებულობენ და უდიდესი მადლობა მინდა მათ გადავხადოთ თქვენი გადაცემის მეშვეობით და თან თქვენი გადაცემის მეშვეობით ვთხოვოთ თქვენს მაყურებლებს თქვენის ნებართვით, რომ არ დაიზაროთ, აი ძალიან გთხოვთ მართლა, ყოველ 13-ში მხოლოდ 1 ლარით. ეს იმიტომ მოვიფიქრეთ, რომ ძალიან მარტივია. აი 1 ლარი დღეს ყველას აქვს. უბრალოდ შეიძლება დაგავიწყდეთ თუ არა, ზუსტად ვიცი რომ არავის არ დაენანება. და მხოლოდ 1 ლარით შეიძლება ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინოთ და არ იფიქროთ, რომ ჩემი 1 ლარი რას იზამს. თქვენი 1 ლარი გადამწყვეტია, იმიტომ რომ ბევრი რო ესე ფიქრობს, ბევრი ლარი გვაკლდება. მინიმალური თანხით ძალიან დიდ საქმეს გავაკეთეთ, თავარია ბევრი ადამიანი გავაერთიანოთ.